რამდენად გაწყვეტინეთ ბატონკა? მამაჩემს დავენიზლავე საერთოდ ეს, ვიტყვი მთელი ჩემი ცხოვრება მიყვარს ტექნიკური ნაწილი. ამიტომაც გავხდი ექიმი, ქირურგი. და რატო გეტყვით რა, ერთი ძალიან ცუდ თვისება მაქვს. თუ რამეს მავალებენ, ის უნდა გავაკეთო ძალიან კარგად. სულ ერთი არა იქნება, თუნდაც იყოს მიწათხრილი ამოღება. იმ დარგში, სადაც მე მუშაობ, ყველაზე რთული საქმე ღვიძლის ტრანსპლანტაცია, განსაკუთრებით როცა ის ცოცხალს ეხება. ცოცხალ დონორობას ეხება. მე ვიცნობ მამაკაცებს, რომლებმაც ჩემ ცოლზე გადააჭარბეს. აჰა, ორი ყავადაღლით. რავი, რამდენი ყავადაღლია, მაგრამ გავაფრთხილე რომ მეტი კი, მეც ვიცნობ ეგეთ მამაკაცებს. მე არ მომეკაროს სადმე სასასვლელად. ეს თითქმის არა გვაქვს ქართულება მინიმიზირებულია. რატო? იმიტომ რომ ჩვენ უკეთესები ვართ. არა, ცოდნა მოვიდა მეტი. და ტექნოლოგია. ამას რა თქმა უნდა, ცოდნას მოყვება ტექნოლოგია. ძაფი რომლითაც მაშინ ჩვენ ნაკერს ვადებდით, ეს იყო მეზღვაურის ბადე. ჯო ვიკითხები, არ კითხე ეს არაფერი. კი, როგორ არ კითხეს, უკვე პაციენტს ვკითხე და მითხრენო სად გაგიკეთენო და ლუკაზე გეძებენო. ერთი ადამიანისთვის ნამდვილად, ანუ ბევრისთვის, რა თქმა უნდა, მაგრამ იქ ისეთი შემთხვევაა, რომ ნამდვილად სიცოცხლე გაქვს ნაჩუქარი. კი, ნამდვილად.